იშვიათი ადამიანი ხარ ბაზარზე, რომ მას დამაფიქრა მარკეტინგის გადაფასებას. პროდუქტი გაიყიდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამაში ხედავს ღირებულებას, როგორ ეხმარება მისი პრობლემის გადაჭრაში. MVP უნდა გააკეთო უეჭველი, არ უნდა გადაყვე რაღაცებს, რასაც მნიშვნელობა არ აქვს. იმაზე მეტი უნდა მქონდეს შენს პრობლემაზე ნაფიქრი, ვიდრე შენგან. ჩემთან რომ მოხვალ ყველაზე მეტი პასუხი უნდა დაგახვეთ. ელაპარაკება თავის აუდიტორიას ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპზე. გიორგი გოგეშვილი, მარკეტერი და საავტორო პლატფორმის Marketing Genius-ის დამფუძნებელი. გიორგი იქცა იმ ძალად, რომელმაც ათასობით ადამიანის და ასობით კომპანიის წარმატება შესაძლებელი გახადა. წლებია ბიზნესის დამფუძნებლებსა და მეწარმეებს ასწავლის, როგორ შეიძლება სწორი მარკეტინგული სტრატეგიითა და მცირე რესურსებით გაყიდვების მომენტალურად გაზრდა. დღეს გიორგი არა მხოლოდ მარკეტერია, არამედ მენტორი, ინოვატორი და მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება დაინახოს შესაძლებლობა იქ, სადაც სხვები მხოლოდ სირთულეს ხედავენ. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ვართ გენიოსები, თუ ავითარებთ ჩვენში პოტენციალს. როგორ აღმოაჩინოს რაშია გენიალური? ადამიანის დანიშნულება არის მოემსახუროს სხვებს. ფულს ვიყენებ იმისთვის, რომ ადამიანებს საუკეთესოდ მოვემსახურო. ჩემი კრეატიულობა გავაუმჯობესო, რომ მეტი პრობლემები შევამჩნიო და მეტი გადაჭრის გზები მოვიფიქრე. სხვების პრობლემას რო წყვეთ, შენი პრობლემის უმეტესობას გადაწყვეტილი ხდება. კონსულტაციაზე გავყიდე 128,000 ლარის სერვისი და მომხმარებლების ხელით შეიქმნა ჩემი პროდუქტი. არ ვიცი, ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტი ბიზნესის ცხოვრება მაქვს შეცვლილი საქართველოში.